Cette coalition des volontaires qui est une coalition de paix. სურველთა კოალიციამ, რომელიც რეალურად მშვიდობის კოალიციაა, დღეს მაგიდაზე დადო 35 ქვეყნის კონტრიბუცია, რათა უკრაინისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ეს პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ მოლაპარაკებების დროს არ არსებობდეს რაიმე სახის შეზღუდვები უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებთან ან თუნდაც მის სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ და ასე გაგრძელდება ბოლომდე. ამავე დროს ვართ იმ პოზიციაში, რომ დავეხმაროთ უკრაინის ჯარს, კერძოდ იმისთვის, რომ შეძლოს აგრესიის მოგერიება და ამასთან რუსეთის აგრესიის შეკავებაც. მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების მეორე ელემენტს კი ჩვენ გადაზღვევას ვეძახით. ამ მხრივ დღეს 26-მა ქვეყანამ დაადასტურა მზაობა გააგრძნოს უკრაინაში სამშვიდობო ძალები, როგორც გადამზღვევი მექანიზმი, მიწაზე, ზღვასა თუ ჰაერში. საუბარია ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე. ამ ძალას მიზნად არ იქნება რუსეთთან ომი, არამედ ეს იქნება მშვიდობის გარანტია. ისინი წარმოდგენილი იქნებიან ადგილზე, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის ახალ აგრესიას. ეს მოხდება 26 ქვეყნის ჩართულობით, თუმცა ქვეყნების სხვა ნაწილი საკუთარ პოზიციაზე ამჟამად ასევე მსჯელობს. Sont en train d'être définies, mais elles visent à prévenir toute nouvelle agression majeure. Ми домовились, що буде присутність. შევთანხმდით, რომ ადგილზე იქნება დასწრება. ჯერ არ ვართ მზად ვისაუბრო ზუსტ რაოდენობაზე. დასწრება შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ეს გულისხმობს როგორც ცას, ისე ზღვასა და ხმელეთს. ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას ამ საქმეში. ამაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. გეტყვით, რომ ძალიან მადლიერები ვართ ამერიკის, იმის გამო, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას დასთანხმდა. ფორმატი ამჟამად ზუსტდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბრისას გამოჩნდა ისიც, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის ფაქტით. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის მოპატიჟებას, ვიტყოდი, რომ თუ გსურს შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა მიმიპატიჟო. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა დაიწყო შეხვედრაზე საუბარი. ეს უკვე არაა ცუდი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავთ მის ნებას დაასრულოს ომი.